გეოპოსიტის ადმინისტრატორი ფლეში და დღეს მე გასწავლით თუ როგორ შევცვალოთ ფერი თმას. ამ შემთხვევაში მე აღებული მაქვს ლედი გაგას სურათი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურათი აიღოთ, ოღონდ თუ იქნებით თლად გაბრძნულები, ესეთი ჩვეულებრივ სწორი თმა არის და უფრო ადვილი იქნება. ესე იგი, ხსნით ჩვეულებრივ სურათს, რაც გვინდა და ვირჩევთ ახალ layers. ამ layers blending modes ვანიჭებთ soft light. რადგან აქ ფერის მიცემის შემდეგ თმის ეფექტი დადის. ელა ჩვენ ავირჩევთ რა ფერითაც გვინდა რომ შეიცვალოს, მაგალითად რაღაც უფრო ესეთ ფერი რო იყოს და ამას მივახლოვთ მაქსიმალურად 200%-ზე უფრო გაიქნება. აქ ახლა ხარვეზები იქნება, მაგრამ შემდეგ როდესაც დავაბრუნებ უკვე ჩვეულებრივ 100% ხედვის რეჟიმში, მას არაფერი არ იქნება. ახლა დავიწყოთ უკვე თმის შეღებვა. რაღაც ძალიან ცუდი ფერი გამოგვივიდა. ისე მგონი იმ ფერის დაყენება ჯობია. ესე იგი მივუყოვით ახლა თითოეულ არეს და ისე რომ არ გავხსნით თმის საზღვრებს. აქ გავხსნით სამაგიეროდ ამას ახლა ჩვეულებრივ საშლელით ჩამოვჭირეთ. მოვშლით ძალიან ისე რომ თმა დარჩა. ახლა ისე ვიღებთ ფუნჯს და მივუყოვით. სახისგან გადაგვიჩნდა. ახლა ამას ჩქარობ რომ უფრო მალე გავაკეთო. და თქვენ რაც უფრო ნელა გააკეთოთ, მით უფრო ლამაზი გამოგივიათ სურათი. ახაც გავუკეთებთ ეს. ახლა ავიღოთ საშლელს და ჩამოვჭრით ფაქიზად იმ ადგილებს, რაც გადაგვიჩნდა. შევასოთ ეს რაც გადმოგვიჩნდა. და დავბრუნ აქაც დავრჩა. და დავბრუნდეთ 100%-ზე. თქვენ ხედავთ როგორ სურათი გამოგვივიდა, გაჩვენებთ რა იყო წინა და რა გახდა.
მაშასე ჩვენი ვიდეო გაკვეთილი დასრულებულია, თუმცა მანამდე სანამ დავასრულებთ გასწავლით შენახვას, თუ ამას გააკეთებთ ანიმაციას, უნდა შეინახოთ აი ამ ხელსაწყოთი შენახვის ფორმით და ჩორო შენახავთ, ხოლო თუ გინდათ უბრალოდ სურათი, save as, აქ ვწერთ სახელს და აქ აუცილებლად ვაწვევით png, რომ შეინახოს სურათი და თუ თქვენ აირჩევთ psd ფაილს, psd, მაშინ თქვენ შეინახოთ Photoshop-ის ფაილად, ანუ როგორც Word-ს აქ ფაილი, Photoshop-ის ფაილად და შეგეძლებათ ნებისმიერი ცვლილების განხორციელება. მაშასე შევინახოთ ჩვენ ახლა ჩვენი სურათი. მეც ერთი უკვე მაქვს და მოდი სახელი შევცვალოთ, save. Okay. და ნახოთ ჩვენი შედეგი. აი თქვენ ხედავთ რა გავაკეთეთ, ну მართალია ხარვეზებით, მაგრამ თქვენ ამას უფრო გამოასწორებთ და რა იყო. მაშასე მობრძანდით ჩვენ საიტზე და იხილავთ კიდევ სხვა ვიდეო გაკვეთილებს და მე თქვენ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ფორუმში თემა, სადაც დაწერთ თქვენ ვიდეო გაკვეთილებს, ანუ რა გინდათ რომ დაიდოს საიტზე. ამას წაიკითხავთ და იმისათვის რომ დაწეროთ რამე, აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული. ну თუ კონკრეტულად ამ საიტზე დარეგისტრირება არ არის, თუ ნებისმიერ უქოზი საიტზე შედიხართ, ისევე შემოხვალთ ამით. ანუ unet-ზე თუ ხართ დარეგისტრირებული, unet.com-ზე აქ დავწერ unet.com-ზე თუ ხართ დარეგისტრირებული, მაშინ აქაც შემოხვალთ ჩვეულებრივ და დაწერით ანუ რა ვიდეო გაკვეთილი გინდათ რომ დაიდოს საიტზე და ჩვენ ამას აუცილებლად დავდოთ. მაშასე ამით ჩვენი ვიდეო გაკვეთილი დამთავრებულია.